პირველი როცა ანალიზებს ახსენებენ ხოლმე სისხლის საერთო მოკვდის თავში და იქ ბევრი რამეები წერია და განვიხილავთ მოკლედ რა რას ნიშნავს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელ დაავადებებს ვნახულობთ, რას ვეძებთ და რა მიიჩნევა ნორმად, რა არ მიიჩნევა ნორმად და რატომ. პირველი რასაც ყველაზე ხშირად ნახულობ სისხლის საერთო არის ანემია. ანემია არის როცა სისხლს გადააქვს ჟანგბადი და ეს ჟანგბადის გადამტანი უჯრედები ან ცილები გვაქვს ნაკლები ვიდრე უნდა გქონდეს. რატო არის პრობლემა? იმიტომ რომ ჟანგბადი ჩვენ ორგანიზმს სჭირდება სასიცოცხლოდ, ჩვენი ტვინი 8 წამის განმავლობაშიც კი ვერ ძლებს სრულფასოვნად რომ იმუშაოს ჟანგბადის გარეშე. შესაბამისად უნდა მოვძებნოთ თუ კი ჟანგბადის მიწოდების პრობლემა გვაქვს. ანუ პირველი ანემიას ნახულობთ, მეორე ინფექციების ნახვა შეგვიძლია, ორგანიზმში თუ რამე მნიშვნელოვანი ინფექცია, მესამე ორგანიზმში თუ ანთება, მეოთხე ზოგ შემთხვევაში ავტოიმუნური დაავადებების ნახვა, ზოგ შემთხვევაში ალერგიების, ზოგ შემთხვევაში პარაზიტების და ზოგ შემთხვევაში სისხლის სიმსივნეების ნახვა შეიძლება, ან ეჭვის მიტანა. პირველი რასაც ვუყურებთ და ყველაზე ხშირად უნდა შეხედო ჰემატოკრიტს და ჰემოგლობინს. აი ამ ორ რამეს უნდა შეხედო. ჰემოგლობინი არის ის ცილა, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი, ჰემატოკრიტი არის სისხლის ხომ აქვს მოცულობა და ამ სისხლის მოცულობაში რა წილი უკავია სისხლის წითელ უჯრედებს. აი მას გეუბნება ჰემატოკრიტი. ნორმაში უხეშად რო ვთქვათ, რაც ჰემოგლობინია ხოლმე 3-ზე რო გაამრავლო ის რიცხვი გამოდის ჰემატოკრიტი. უხეშად. და რას ნახულობთ? ჰემოგლობინი თუ არის დაბალი და ჰემატოკრიტიც არის დაბალი, ეგ ანემია. ანუ პირველი რასაც ნახულობთ არის ანემია მაგ ორი მონაცემით. თუ მაღალია, მაშინ შეიძლება იყოს პოლიციტემია, ანუ სისხლის უჯრედები როცა მომატებული რაოდენობით არის, ან შეიძლება იყოს უბრალოდ დეჰიდრატაცია, ადამიანი ნაკლები რაოდენობით სითხეს სვავდეს და ამის გამო იყოს მომატებული ჰემატოკრიტი გეჩვენებოდეს და ჰემოგლობინს გეჩვენებოდა. ანუ არ იყოს მომატებული რეალურად, არამედ იყოს ფარდობითად მომატებული. ეგ როგორც წესი მცირე ვარიაციებია ხოლმე, მაგრამ თუ ახლა მნიშვნელოვნად არის მომატებული ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი, ვფიქრობთ პოლიციტემიაზე. ამიტომ კლინიკურ კონტექსტს მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. თუ ოდნავ მომატებულია, ვფიქრობ შეიძლება უბრალოდ ადამიანმა წყალი არ დალია, თუ ძალიან ამომატებული, ვფიქრობ უფრო სერიოზულზე. შეიძლება ადამიანს კონდეს მაღალ მთიან რეგიონში რო ცხოვრობს ადამიანი მაგალითად ადაპტაცია განცდილი და ეგეთ ადამიანებში ნორმაა რომ ჰემატოკრიტი და ჰემოგლობინი ცოტა მაღალი ქონდეს, იმიტომ რომ ზევით გაიშვიათებული ჟანგბადია და ზევით ორგანიზმი გაიცნის ადაპტაციას და მეტ სისხლის უჯრედებს ამზადებს. შემდეგი რასაც უყურებთ, ეს არის სისხლის უჯრედების მაჩვენებლები, MCV, MCH, MCHC და ერითროციტების განაწილების სიდიდე. ეხლა ესენი ცოტა დამაბნევლად ჟღერს, მაგრამ მარტივად შეგვიძლია შევხედოთ ესე რა, რომ ყველაზე მთავარი აი ამ 4 კომპონენტში რაც უყურებთ არის MCV. ანუ ინგლისურად თქვენ mean corpuscular volume. ანუ მარტივად რო ვთქვათ, რამ სიდიდეა სისხლის უჯრედები, მაგას გეუბნება რომ თუ დიდია, მაშინ მაკროციტული მდგომარეობა გვაქვს, თუ პატარაა მიკროციტული, თუ ნორმალურია ნორმოციტული. აი ეს რაში გვჭირდება? ეს გვჭირდება, როცა ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ანემია, როგორი ანემია გვაქვს. ამის დასადგენად. ანუ ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი შევხედეთ, არის ანემია მაგალითად და როგორი ანემია, აი მას გვეუბნება აი ეს მონაცემები. რანაირად გვეუბნება? მაგალითად, თუ ეს MCV, ანუ ეს სიდიდე სისხლის უჯრედების, თუ პატარა უჯრედებია, აი ეგ არის როგორც წესი რკინა დეფიციტური ანემია, როგორც წესი. თუ დიდი უჯრედებია, ანუ მაკროციტული თუა, B12-ის დეფიციტით გამოწვეული ანემია, როგორც წესი ამ ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული.
თუ ნორმალურია, ნორმოციტული თუა, მაშინ შეიძლება იყოს ქრონიკული ავადმყოფობით გამოწვეული, ქრონიკული ანთებით ორგანიზმში, ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ანემია, რომელიც ერთ-ერთი ფორმა ანემიის. რაც შეეხება MCH-ი, ანუ ეს არის ჰემოგლობინის მოცულობა, ჰემოგლობინის მოცულობა რას ნიშნავს? ეს ცილა რო არის, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს და მოკლედ ეგ აღნიშნავს კარგად იღებება და მუქი ჩანს ეს ჩვენი სისხლის უჯრედები თუ არ ჩანს მუქი. და ანუ ჰიპოქრომულია თუ ჰიპერქრომულია თუ ნორმოქრომულია მაგას განსაზღვრავს და აი ჰიპოქრომული თუ ანუ თუ კი კაი მუქი არაა სისხლის უჯრედები, ნიშნავს რომ რკინადეფიციტური ანემია. ანუ დაახლოებით იგივე რაღაცებს აკეთებს დანარჩენი ორიც, ანუ რომელზეც დიდად არ გავჩერდები, იმიტომ რომ ანუ ძალიან სპეციალიზებული საქმე უნდა მაგას და ან დიდი კლინიკური ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, როცა ანემიაზე მივიტანთ ეჭვს, მით უმეტეს გავიგებთ ძირითადად როგორი ანემია, მე უნდა ვეძიოთ მიზეზები და გავყვეთ. შემდეგი, რასაც ვუყურებთ, სისხლის ანალიზში არის სისხლის თეთრი უჯრედები, ანუ ლეიკოციტები, ანუ ლეიკოციტებს ეგრევე უნდა შევხედოთ ასევე. ლეიკოციტები თუ არის დაბალი, ეგ ნიშნავს ვირუსულ ინფექციას. ლეიკოციტები დაბალი ნიშნავს გრიპს, გრიპის ვირუსი იწვევს, კოვიდი იწვევს, ვირუსული ჰეპატიტი იწვევს, ანუ ვირუსული ინფექციები იწვევს მოკლედ დაბალ ლეიკოციტებს. ცოტა სისხლის უჯრედებს იწვევს ვირუსული ინფექციები და ეს ვირუსული ინფექციები რას აკეთებენ? შეიძლება პირდაპირ დააზიანონ სისხლის უჯრედები, ეს ლეიკოციტები, თეთრი უჯრედები ამ შემთხვევაში, შეიძლება დათრგუნონ ძვლის ტვინი და ამ ორივე მექანიზმით ლეიკოციტებს ამცირებენ. ამიტომ თუ დაბალი ლეიკოციტები გვაქვს, როგორც წესი, ეგ არის ვირუსული ინფექციის ბრალი. შეიძლება ავტოიმუნურმა დაავადებებმაც გამოიწვიოს, მაგალითად სისტემურმა წითელმა მგლურამ, ან სხვა ავტოიმუნურმა დაავადებებმა, შეიძლება ზოგიერთმა ტოქსინმა დათრგუნოს წარმოება, შეიძლება სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებებმა დათრგუნოთ, შეიძლება აპლასტიური ანემიის გამო იყოს, ან სხვა მიზეზები შეიძლება ქონდეს დაბალ ლეიკოციტებს, მაგრამ ყველაზე ხშირი ვირუსული ინფექცია. ეგაა მთავარი მანდ, ვირუსული ინფექცია ყველაზე ხშირი. მეორე, როცა ლეიკოციტები გვაქვს მაღალი. ლეიკოციტები მაღალი როგორც წესი პირდაპირ მიუთითებს ბაქტერიულ ინფექციაზე. ბაქტერიული ინფექციის დროს განსაკუთრებით ნეიტროფილებია მომატებული, პნევმონია, აპენდიციტი, საშარდე გზების ინფექციები და სხვა ბაქტერიული ინფექციები. ძირითადად მოკლედ ლეიკოციტოზი გვაქვს, ან ლეიკოციტები არის მომატებული. ვირუსულის დროს ლეიკოციტები დაკლებულია, ბაქტერიული ინფექციის დროს ლეიკოციტები მომატებულია. ეს არის კრიტიკული განსხვავება მათ შორის. შეიძლება ლეიკოციტებმა მოიმატოს სტრესის დროს, მაგალითად ძალიან ძლიერი ვარჯიშის დროს, ქირურგიული ოპერაციის დროს, ტრამვის დროს, ფიზიკური ტრამვის დროს, სტრესული ჰორმონი, კორტიზოლი ამ ლეიკოციტების მომატებას იწვევს. ზოგჯერ სისხლის სიმსივნეები იწვევს ლეიკოციტების მომატებას, განსაკუთრებით ლეიკემიები, ასევე ანთებითი დაავადებები, ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება, მაგალითად რევმატოიდული ართრიტი იწვევს ლეიკოციტების მომატებას, მაგრამ ყველაზე ხშირად, მოკლედ ბაქტერიული ინფექციას ვუყურებთ. ლეიკოციტები მომატებას გულისხმობთ 4-11-მდე ნორმა მოკლედ. 11-ზე ზევით თვა. 11 იგულისხმობა ხომ 11 რაღაცა უწერია იქ და ეგ აზრი არის 11,000 უჯრედი მიკროლიტრ 1 მიკროლიტრ სისხლში. ეგრე განისაზღვრება. მაგაზე მეტი თვა, მაგას ქვია მაღალი ლეიკოციტები. და აი 11-დან 15-მდე ეგ ითვლება რომ სუბუქათაა მომატებული. 15-ს ზევით თვა ლეიკოციტები, მაშინ უნდა ვიფიქროთ უფრო მნიშვნელოვან მომატებაზე,
მაშინ უნდა ვიფიქროთ ასევე სიმსივნეებზეც უფრო მეტად, ანუ ხომ არ არის რაღაცა სისხლის სიმსივნეები, მაგას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეს სისხლის თეთრი უჯრედები არ არის ერთნაირი, ანუ სულ ერთნაირები კი არ არის, სხვადასხვანაირებია და ამ სხვადასხვანაირებს ჩვენ ვეძახით დიფერენციალებს. ანუ დიფერენციალებსაც ვითვლით და რას ნიშნავს? დიფერენციალებში გადის, ანუ ამ ლეიკოციტების ნაირსახეობებია, ნეიტროფილები, ლიმფოციტები, მონოციტები, ეოზინოფილები, ბაზოფილები, ძირითადად ამ ხუთს ვითვლით, მოკლედ. ყველაზე ბევრი არის ნეიტროფილები. ნეიტროფილები დაახლოებით 50%-მდეა. ლიმფოციტები 20-დან 40%-მდე, მონოციტები სადაც 10%-მდე, ეოზინოფილები 2%-მდე, 2-დან 5-მდე უпростоრად და ბაზოფილები სადაც 2%-მდე. და ამას ვითვლით როგორ არის გადანაწილებული. რატო? იმიტომ რომ ეჭვს მიგვატანინებს რაღაცეებზე, მაგალითად, ნეიტროფილები თუ დაბალია ვირუსულ ინფექციაზე ვფიქრობთ, ან ძვლის ტვინის დათრგუნვაზე, ან ქიმიოთერაპიის შედეგად, ან აპლასტიურ ანემიაზე, ან ნეიტროფილები თუ დაბალია, მოკლედ ვირუსულ ინფექციაზე ვფიქრობთ. მაღალი ნეიტროფილები მკვეთრად მიუთითებს ბაქტერიულ ინფექციებზე, ან მაღალი ნეიტროფილები პირდაპირ მოკლედ ბაქტერიული ინფექციების ნიშანია. ლიმფოციტებს რაც შეეხება, ლიმფოციტები პირდაპირ ვირუსულ ინფექციებზე მიუთითებენ, მაგალითად გაზრდილი ლიმფოციტები მიუთითებენ ვირუსულ ინფექციებზე, მაგალითად ინფექციური მონონუკლეოზი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი. ან შეიძლება ქრონიკული ინფექციების ნიშანი იყოს, ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადების დროს, შეიძლება ზოგიერთი ლეიკემიის დროს, ანუ ლიმფოციტები ან ვირუსებზე მიუთითებს მოკლედ, ან შეიძლება ლეიკემიის დროს იყოს მნიშვნელოვნად მომატებული, ოღონდ ოდნავ მომატებულზე და ეგეთზე არაა საუბარი. რაც შეეხება, როცა დაკლებულია ლიმფოციტების რაოდენობა, შეიძლება იყოს სტრესის დროს, ან კორტიკოსტეროიდების კურნალობის დროს, დროებით შეიძლება ან იმუნიტეტი როცა დასუსტებულია, მოკლედ, მაშინ შეიძლება დაქვეითდეს, ან HIV-ის ინფექციის დროს. მონოციტებზე რას ვიტყვით? მონოციტები არის ეს მაკროფაგები, რომელიც არის მომწიფებული და დენდრიტული უჯრედები. და ეგენი თუ კი მაღალია, ნიშნავს, რომ ან ქრონიკული ინფექცია აქვს ადამიანს რაღაცა, მაგრამ ეს ქრონიკული არა ძლიერი და ძალიან გამოხატული, ან მსუბუქი ქრონიკული ინფექციის დროს შეიძლება იყოს, ქრონიკული ანთების დროს ორგანიზმში მოკლედ. ან შეიძლება აღდგენა იყოს რაიმე დაავადებისგან, ანუ იყო გაციებული ეს ადამიანი თქვა და აღდგება ორგანიზმი და მაგ დროს არის მომატებული მონოციტები, ან მონოციტების მომატება ეგ არის. მონოციტების დაკლებას ძალიან დიდი როლი არ აქვს, იშვიათია და მაგ შემთხვევაში ძვლის ტვინის სუპრესიის დროს არის ხოლმე დაკლებული. ასევე მონოციტები მომატებული შეიძლება იყოს ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადების დროს. ეოზინოფილები არის მომატებული ძირითადად ან ალერგიის დროს, ან პარაზიტების დროს, ან პარაზიტებით ინფექცია თუ აქვს ადამიანს, ან ალერგია თუ აქვს. ოღონდ ეგ არ არის ძალიან ზუსტი მარკერი, იმიტომ რომ სადაც 40-50% შემთხვევაში შეიძლება იყოს პარაზიტების ინფექციის დროს, ან ალერგიის დროსაც არ არის ესე, რომ მაგალითად ალერგიული დაავადება აქვს ადამიანს, თქვათ ასთმა და აუცილებლად მომატებული იყოს ეოზინოფილები, ესე არ არის. თუმცა მნიშვნელოვანი კორელაცია არსებობს. თუმცა თუ მაგალითად ასთმის ნიშნები აქვს ადამიანს და თან ეოზინოფილებიც მომატებული აქვს, ეგ მკვეთრად მიუთითებს, რომ ეს არის ასთმა. შეიძლება ალერგიული რინიტის დროს, შეიძლება წამლისმიერი ალერგიის დროს კონდეს მომატებული. ანუ ეოზინოფილები მოკლედ ან არის ალერგიის ნიშანი, ან არის პარაზიტების ინფექციით ნიშანი. ბაზოფილებს რაც შეეხება, ბაზოფილები შეიძლება იყოს მომატებული მაგალითად ზოგიერთ ლეიკემიების დროს, ან ალერგიული რეაქციის დროს
და თუ ბაზოფილები დაბალია, ძირითადად არ ვაქცევთ ყურადღებას, მოკლედ დიდი მნიშვნელობა, კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს ის ბაზოფილების დაბალობას. თრომბოციტები, ხა თრომბოციტები თუ დაბალია, ნიშნავს, რომ ზვლის ტვინი ცოტა თრომბოციტებს უშვებს და ეგ ნიშნავს, რომ სისხლდენის რისკია მომატებული და თრომბოციტოპენია ქვია. თუ თრომბოციტები მომატებულია, ნიშნავს, რომ ორგანიზმში ან ანთებითი რეაქცია, მაგალითად მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ ინფარქტის დროს მაგალითად შეიძლება იყოს მომატებული ან სხვა მნიშვნელოვანი ქსოვილის დაზიანების დროს იყოს მომატებული თრომბოციტები ან სხეულში თუ რამე მნიშვნელოვანი ანთებითი პროცესია, ანუ რეაქტიულად იმატებს ხოლმე თრომბოციტების რაოდენობა და კიდე განისაზღვრება MPV ან თრომბოციტების მოცულობა, მოკლედ ეგ მნიშვნელოვანი რითია ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ აი ამ MPV-ს რისთვის ეს თრომბოციტები როცა ახალ დაბადებულია მოკლედ ზვლის ტვინიდან გამოდის დიდები და მერე ძველები პატარავდება და თუ თრომბოციტები დაბალია ნიშნავს რომ თრომბოციტები თუ დაბალია ნიშნავს რომ ანუ ეს ახალ დაბადებული თრომბოციტები კი არ არის ისედაც ბევრი თრომბოციტებია მოკლედ მაგას ნიშნავს თუ კი ეს MPV მაღალია ეგ ნიშნავს რომ თრომბოციტებმა ეხლა მოიმატეს რეაქტიულად, ანუ რაღაცა ინფექცია ან რაღაცა დაზიანდა ან რაღაცა ანთება ორგანიზმში და ამიტომ მოიმატეს ეხლა, ანუ MPV-ს ეგ მნიშვნელობა აქვს. ანუ რაღაცა ძალიან დიდი არა, მაგრამ ინფორმაციას მაინც გვაძლევს. და ერითროციტების სედიმენტაციის ფარდობა, ან ხარისხი უпростоრად EDS-ის რო ეძახიან, ეს EDS-ი რას გვეუბნება? EDS-ი გვეუბნება ორგანიზმში არის თუ არა ანთება, ანუ ანთების არასპეციფიური მარკერია, თუ EDS-ი მომატებულია ორგანიზმში ანთება, თუ EDS-ი ნაკლებია, ყველაფერი კარგად არის. ნუ ყველაფერი კარგად არის, არ ნიშნავს შეიძლება ორგანიზმში იყოს ანთება და EDS-ი მაინც დაბალი იყოს, მაგრამ თუ მნიშვნელოვანი ანთება, აი სერიოზული ანთება თუ ორგანიზმში, მაშინ EDS-ი იმატებს. აი ამაზეა, ამით არის მნიშვნელოვანი. ეს იყო, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ძირითადად ყველაფერი განვიხილე. კიდე დამიწერეთ რომელი სისხლის ტესტები გინდათ ხოლმე რომ განვიხილო და ამ ვიდეოს ქვეშ და მე განვიხილავ დრო და დრო მიუბრუნდები ხოლმე სისხლის ანალიზებს და განვიხილოთ რა რას ნიშნავს. ეს ინფორმაცია ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გამოსაყენებლათაც, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში რომ დახედა ვიტყვის ან და ეძებო პრობლემა რა ანალიზს რომ დახედა და გასაგებია რომ შეიძლება ჰემატოლოგივით ვერ გაარჩიოს ჩვეულებრივმა ადამიანმა, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდეს სად უნდა ეძებოს პრობლემა. მადლობა რომ მისმენთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ დაასაპორტეთ არხი ან დააკომენტარეთ ან ნებისმიერი აქტივობა მოკლედ მხარდაჭერის გამოხატულება თქვენი მხრიდან არხის მიმართ და ანუ რატომ ვამბობ ამას, იმიტომ რომ რეალურად ეგ ერთი რომ მეც მოტივაციას მაძლევს და მეორეც ერთი კიდე YouTube-ის ალგორითმი მუშაობს ესე რომ თუ რაიმე აქტივობას ჩაიდენ ამ არხზე ან დაალაიქებ ან გააშერებ ან დააკომენტარებ ან გამოწერა რომ ის ითვლება აქტიურობად და ეს აქტივობა მნიშვნელოვანია რომ სხვა ადამიანებსაც აჩვენს მე ეს ვიდეო, იმიტომ რომ მე YouTube-ი მიიჩნევს რომ ეს არხი არის აქტიური, საინტერესო და აჩვენებს სხვა ადამიანებს. ანუ არხის განვითარებაში შეიტანთ თქვენს წვლილს, თუ კი რაღაც ფორმით მაინც მხარდაჭერას გამომიხატავთ. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.